What's up YouTube? Салამი ყველას, ვინც უყურებს ამ ვიდეოს. მოკლედ დღეს ბიჭები გვაქვს ფაქტიურად განხილვაში ძალიან საინტერესო პერსონა, რომელიც ალბათ მიახლოებით უფრო ვიტყოდი 1-2-3 წლის წინ ძალიან ჰაიპში იყო, ბრაიან ჯონსონი. კაცი, რომლის ფაქტიურად შემართებაც და დევიზი რაც აქვს ფაქტიურად Don't Die ძალიან საინტერესოა, ჩემთან ყოველთვის იყო ახლოს და გავიხილოთ ისე იგი მაგის ფაქტიურად დღეს Stacks ფაქტიურად საფლემენტებისა, სასაც უბერავს, სასაც იღებს და ჩემ რაღაცა გარკვეულ ისეთ მოსაზრებებსაც გავაზიარებ მაგ თემაზე, ვილაპარაკებთ მოკლედ დღეს სიმართლე რომ თქვა ბრაიან ჩემთვის საინტერესოა. საინტერესოა იმ კუთხით რომ წლების წინ მაგის პროტოკოლებს რომ ვეჯექი, ბევრ საფლემენტებს ვსწავლობდი, ბევრ რაღაცა გარკვეული ისეთ ინფორმაციასაც საინტერესოს აზიარებდა, მაგრამ ერთი რაღაც გარკვეული პატარა მაგრამ არის რა. სურათი, რასაც ეგ ჩვენ გვაჩვენებს და სურათი, რასაც ჩვენ ეგ ვნახულობთ, ფაქტიურად დამიჯერეთ ხალხო, რომ აი 99.9% ხალხი ჩვეულებრივი ადამიანები ჩვენ მაგას ვერ შევძლებთ. ვერ შევძლებთ იმიტომ, რომ ეგ ადამიანი არის მილიონერი, მაგას ფული აქვს, კაროჩი, აი ასე და შეუძლია რომ მსგავსი ექსპერიმენტები აკეთოს. დანარჩენი მათ ფიქრობ არაფერი განსაკუთრებული ისეთი არ არის. ვიზუალურად როგორც გამოიყურება, ბაზარი არ არის. ჩვეულებრივი გამოიყურება ნორმალურად, მაგრამ როგორც 50 წლის კაცი უხეშად. დამიჯერეთ სვეტში, რომ მე მყავს მიახლოებით 1-2 კლიენტი, რომლებიც არიან 52-53 წლისები. არ იხარჯებენ თავის თავზე თვეში, რა ვიცი, 30 და 50,000 დოლარს და გამოიყურებიან არანაკლებ რა. ამიტომ მაინც და მაინც ისეთ თემას აღნიშნავ, რასაც ეგ ტიპი აკეთებს პროპაგანდას, ყველაფერი კარგი არის, მაგრამ აქცენტს ისეთ თემებზე აკეთებს, რომ ჩვეულებრივი ხალხისთვის ეგ არის შეუძლებელი მაგ რეჟიმის დაცვა. და უნდა ცხოვრობდე ვაკუუმის რაღაც გარკვეულ რეჟიმში, უნდა ცხოვრობდე ფაქტიურად სახში ჩაკეტილი, რა ვიცი, 1-2 ყავდე სახში ნორმალური ექთანია ვიღაცა თქვა ლაბორანტი, რასაც აკეთებ, რასაც ჭამ, ყოველივე გრამი, ყოველივე გათვლები, უზომოდ ფანატიკური თემა არის რა. საინტერესოა შეიძლება იმ კუთხით, რომ მსგავსმა ტიპებმა იქნება რაღაცა რეალურად რაღაცა წინსვლა გააკეთონ იმ კუთხით, რომ კიდევ რამე საინტერესო ისეთი გავიგოთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაგან ეგ თემა უფრო მეტწილად გააკეთა იმ კუთხით, რომ მაქსიმალურად ჰაიპის პონტი, მაქსიმალურად ხალხი და აუდიტორია ფაქტიურად თავისკენ მოეზიდა. და ეხლა აკეთებენ blueprint ქვია მაგის რაღაც გარკვეულ საფლემენტებს, სადაც ხვდებით, რომ ყველაფერი მაინც დაჯამდა ბიზნესთან რა. და ეგ ლამაზი სურათი ჩვენ გადმოგცა, რაღაც გარკვეული ფილმის არის მაგაზე, წიგნებიც არის. საინტერესო რაღაცებს ბაზრობს, მაგრამ ბევრი რამე მეში დევს ძალიან ბევრი ფანატიზმი რა. და ახსნი ისეთ თემას, რომ რასაც ბრაიანის პონტი, რაც არის ინფორმაცია, აქ მაქვს ყველაფერი ხა მიწერია ნოუთში, ამაზე ვილაპარაკებ, მაგრამ ბოლოში ვიტყოლებთ მიახლოებით, აი იმის ალბათ მეოთხეთ, მეხუთეთს, რასიც თუ შეასრულებთ, თქვენ სიცოცხლეს გაიხანგრძლივებთ მინიმუმი 10-დან 15%-ამდე, მათ პროსტაული აზრი არ არის რა. ბაზას გეტყვით დღეს ბიოჰაკერი, აი ცვეთში რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ იყოთ იმენ და ჯანმრთელები, რასაც ქვია. რასაც ეხლა ეგ ტიპი უფრო ლაპარაკობს მეტწილად, მე არ მომწონს რამოდენიმე ნიუანსი. ნიუანსი რა? თუ მივა საუბარი ახლა ფაქტიურად სიცოცხლის გახანგრძლივებაზე, აი რასაც ვაკეთებ მე, აი სპორტის კუთხით, ეს ინტენსიური დატვირთვები, სულ მაქვს მაღალი კრეატინკინაზა, სულ მაქვს ანუ მაღალი ფაქტიურად მარკერი, ანთებითი ჩემი გარკვეული რაღაც ვარჯიშებიდან გამომდინარე. ეს არის ჩემი გარკვეული მინუსი, ჩემი ფანატიზმი არის, მაგრამ უნდა ხვდებოდეთ იმ სიტუაციას მეგობრებო, რომ ყველა ადამიანი რაღაცაზე ვართ დამოკიდებულები, ყველა ადამიანს რაღაცა ჩვენი მონდომება და რაღაცა ჩვენი სურვილები გვაქვს. ადამიანი რომ დაფიქრდეს ცხოვრების ფაქტიურად შინაარსზე და ჩაღრმავდეს ამ თემაზე, ვაფშე უფიქრდები ხან რომ რისთვის ეს ყველაფერი და რა აზრი აქვს, იმიტომ რომ მაინც ეს ცხოვრება არის დროებითი და მე ვფიქრობ მაინც იმ ნიუანსს, რომ ადამიანი უნდა ცდილობდე უფრო იმას, რომ უფრო ცხოვრების ხარისხი გაიუმჯობესო და არა ის რომ მაქსიმალურად გაიხანგრძლივო. გახანგრძლივებაც ყველაფერი კაია, მაგრამ ყველაფერი რაღაცა ზომიერების ფარგლებში და ბალანსთან, ხარისხთან. თუ მივა საუბარი ეხლა ზოგადად გახანგრძლივებაზე, ადამიანს კი ბატონო შეიძლება რომ თქვა იცხოვროს გაიხანგრძლივოს ცხოვრება 90 წლამდე, 100 წლამდე, მაგრამ ხარისხი და ყველაფერს როგორც შენ გინდა, ყველაფერს რეჟიმში ვერ გააკეთებ. ანუ მაინც გინდა არ გინდა რაღაცა თქვა სოციუმია, რაღაცა გარკვეული რაღაცა ისეთი ვითარებები ხან ჩდება, რომ ყველაფერს ყოველთვის აი გრაფიკში ვერ გააკეთებ, ვერ შეძლებ ფაქტიურად. რატო არის რომ აი ფაქტიურად ბოდიბილდერები ვინც არიან, ბიჭები, ჩემთან მოდიან ბევრი და ბევრს აქვს ვიტყვი ისეთ თემაში, რომ ფაქტიურად აი ნერვოზი მთლად არა, მაგრამ აი ძალიან ისეთი რაღაცა აი ჩერეშჩურ დისციპლინირებულები რო არიან კვების მიმართ, აი უთქვიათ რომ თქვა აი კვება რო დამრღვევია, კონსე უთქვიათ აი ისე ნერვები მომშლია, აი კორტიზოლი რაღაცეები რთულია რა აი ყველაფერი. ამიტომ მე ვარ უფრო იმის მომხრე, რომ კი ბატონო, გაიხანგრძლივო ცხოვრებაც ერთი, მაგრამ ამასობაში იყო აქტიური, ამასობაში იყო ცოტა ჯანზე და იყოს ეს ყველაფერი ზომიერების ფარგლებში. მე უფრო რის მომხრე ვარ.
რომ ადამიანი იყოს უფრო ჯანზე ფაქტიურად და რომ ხდებოდეთ თქვენ ყოველი რაღაცა გარკვეული გააქტიურება პროცესების ანაბოლურების სტრესი მოყენებული ვარჯიშის დროს და რაღაც აქტივაცია თქვა ემტორის და რაღაც გამრავლება ქსოვილების და კუნთოვანი მასის ზრდა სიცხლესთან გახანგრძლივებასთან ვაფშე საერთოდ ზედმეტია საუბარი. ჩვენმა ფიზიოლოგიამ და ჩვენმა ბუნებამ მოიტანა გარკვეული რამოდენიმე ფაქტორი. რადგან ევოლუცია მიდის ისე რომ მაქსიმალურად ჩვენ ვცდილობთ ფაქტიოდ გამრავლების მექანიზმით მუშაობთ, მექანიზმი გამრავლების ძირითადი ფაქტორი არის ჩვენი არის რაღაცა გარკვეული რესურსები. შიმშილი რო იყო, რა ვიცი, 10000 წლის წინ და ფაქტიურად ეხლა კალორიები რო გვაქვს და აჯექი მანქანა წადი და გინა, რა ვიცი, სენდვიჩი შეჭამე, გინა მაკდონალდის შეჭამე. ფაქტობრივად პირველი მექანიზმი არის ის, რომ ენერგიის ბალანსი. ორგანიზმი გათვლილი არის იმაზე, რომ რაც ხან იყო საჭმელი, ხან არ იყო. ფაქტიურად ჩვენ იყო უფრო ისეთ სიტუაციაზე, რომ ბალანსი ფაქტიურად ენერგიის. თქვენ რო ხდებოდეთ კუნთოვანი ქსოვილი ჭამს მიახლოებით 2-2.5-ჯერ მეტ ფაქტიურად ენერგიას. ვიდრე ცხიმოვანი ქსოვილი. ანუ ყოველი გარკვეული კუნთოვანი ქსოვილის შენება, რაც არის თუმიო საუბარი რაღაცა თქვა ანტიეიძე ხილსის გახანგრძლივებაზე, თლათ ბალანსში არ არის. ანუ ყოველთვის პირველ რიგში იქნება რაღაც ენერგიის, რაღაც გარკვეული მარაგები და რაღაცა ბალანსი მაგ კუთხით. რადგან აი ბრაიანის პროტოკოლს ეხლა რასაც მე უყურებ, აი აქვს აქ ტიპს აქვს მეტფორმინი, ბევრი ისეთი გარკვეული ნივთიერება აქვს, რომელიც ემტორს უფრო აქტიურებს, ისა აქვეითებს უფრო. ანუ გამრავლებას ფაქტიოდ ქსოვილებისას რა და ისეთ სიტუაცია არის, რომ დაჟე აქვს გარკვეული პროტოკოლები თუ არ ახსნები რაპამიცინსაც ტესტავდა. რაპამიცინს რომ ხდებოდეთ, ანუ ყველაფერი რაც ემტორს აქტიურებს, ანუ საპირისპირო არის სპორტთან და პერფორმანსთან. რაც უფრო ემტორი უფრო მაღალია, უფრო აღდგენითი პოტენციალი უფრო და გამრავლება რაღაც გარკვეული ქსოვილების უფრო არის მეტი რა. ამიტომ მაგ ტიპის ფაქტიოდ აი ეს ჭარბი ფანატიზმი რა, რაც არის, აი ეს ჭამითი პონტი რაც აქვს, ეს ბოსტნეული და სულ რაღაც ისეთი უცხოური თემები აქვს, რომ აი ვერ მიბაძაო, ვერ გააკეთებ იგივეს, ვერ გაიმეორებ რა. ჯერ კაი ჯანდაბას ვქოთ, აი გააქვს ადამიანს შემოსავალი, აი გააქვს კოსმოსური შემოსავალი თვეში, რავი, აი 10000 ლარი მომენტ ადამიანს. მაინც ვერ დაიცვა მაგ სიტუაციას და არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება ცოტში გეუნებით, რასაც პოსტა ეგ ტიპი აკეთებს გარდა იმისა, რომ თქვენზე მორგებული პროდუქტები ჭამოთ და აი ბოლოს შესაც ვილაპარაკებ ის საფლემენტები და ის რაღაცა წესი რო შეასრულოთ, იგივე იქნება, რაც აკეთებს პოსტა ეგ ტიპი იმასთან შედარებით რა. მაგან როგორც თქვი, ეგ გააკეთე უფრო ჰაიპის პონჩი, მან და ის უფრო რეკლამის პონჩი, ხალხის მოზიდვის პონჩი, ხალხს მოსწონს რაღაცა ლამაზი სურათი, მოსწონს რაღაცა ლამაზი ტიპის ნახვა, იქ ძველი სურათები აქვს, როცა იყო სქელი, მე რო გახდა და რაღაცა ვიზუალურად ჩოლობრივი გამხდარი ტიპია რა, არაფერი განსაკუთრებული, კანიც რო ითქვას, რომ მაგის სასაკთან შედარებით ჩოლობრივი კანი აქვს რა. არიან ჩოლობრივი გენეტიკური ტიპები, რომლებიც აი გენეტიკით პროსტა გაუმართლა, ისეთი კაი კანი აქვს, კაი ხარისხის, რომ არ აკეთებენ იგივეს ასე გაკეთებს, მაგრამ უკეთესი კანის ხარისხი აქვს. ამიტომ თუ მივასაუბარი, რასაც ეგ ტიპი აქვს, სპორტი მან off გავწიოთ მან გვერდზე რა, ეს რა ვიცი, ჩვენ წიაგები 300 კილოგრამი და ჟიმები 200 კილო და ისინი გამორიცხულია. ფაქტიურად სტექი ახლა უცებ ჩავყოვი მაგის ტექსტს და მე ვიტყვი იმენა ბაზას, რომელსაც ეს ბაზა გინდა გაიხსენეთ 10 წლის შემდეგ, რასაც მე ამას ვაზრობდი და გეოვნებით ცოტში, რომ მაგრად გაგისწორდებათ, რასაც ვლაპარაკობ ახლა 2026-ში. სტაკი დილა ესე გიწყება ფაქტიოდ მაგისი რა. საფლემენტი ფაქტიოდ NMN-ის, ეგ ეს ნუ ფაქტიოდ აქტივატორი, რა ვიცი, NAD+, ენერგია, მიტოქონდრიები, ნუ ეგ ნიუანსები და რაღაცები შეგიძლიათ გინდათ ჩაცკითხოთ, გინდათ სხვა ბუქში ნახოთ. ბერბერინი აქვს ფაქტიოდ, ესეც უყურეთ როგორი სიტუაცია არის. აი, თუ მივასაუბარი, ზოგადად ყველაზე ალბათ ისეთ საზღარი პრეპარატი, რაც პერფორმანს იმენა გუდალს აღჭობს ფაქტიურად და ამრავლებს ლაქტატს. ეგ არის მეტფორმინი. ამასობაში ეგ პრეპარატი, ეგ არის ის, რომელიც რეალურად აი, რა ვიცი, მეორე ტიპის დიაბეტი, აი ადამიანს თუ აქვს ფაქტიურად დარღვეული ნახშირწყლოვანი რაღაც გარკვეული ბალანსი და ცვლა და აქვს მიდრეკილი ფაქტიურად თავი. ეგ უფრო სპორტსმენებს უფრო არ აქვს, უფრო ჩულობრივ ტიპებს, ვისაც ჭარბი წონა აქვს. მეტფორმინის გარეშე მაგ სიტუაციის დარეგულირება არის უზომოდ რთული. ანუ რაბოჩი პრეპია, მედიკამენტია, ძალიან მაგარი, ძალიან მუშა არის, მაგრამ სპორტში აკეთებს რას? აქვეითებს ფაქტიურად ქსოვილებით ნახშირწყლების შეთვისებას ეგერთი არის და ნახშირწყლების შეწოვასაც როგორც ფაქტიურად ხელს უშლის და ცუდი ყველაზე მეტი ისა აქვს, რომ კიდე კონკურირებს ძალიან B12-თან. B12, ანუ ფაქტიურად აქტიური მეთილკაბალამინიც არის. ეგ არის ისეთი ძალიან მაგარი ვიტამინი, რომელიც პერფორმანსზე მოქმედებს უზომოდ მაგრად. ჟანგბადის გადატანა ფაქტიურად ერითროციტების და ჰემოგლობინის მაღლა აწევა. ანუ ეგ პრეპარატი უფრო არის როგორც რაღაცა სამედიცინო კუთხე. თუ მიდის საუბარი, რასაც მე ვიძახი, რასაც მე ვბაზრობ უფრო სპორტის კუთხით, არა, მეტფორმინი უფრო არა. თუ არ არის პრობლემა და არ არის გლიკოზირებული ჰემოგლობინი ძალიან მაღალი,
არა, აი იმის ექსპერიმენტების გამო რომ დავაქვეითო თქვა გარკვეულად ემტორი და რაღაცა ვფიქრობ უფრო არა. თუ საჭიროება არ მოითხოვს, არა. მქონდა მე ექსპერიმენტები, მე უბერავდი ხოლმე, შეიძლება ეს მოსაზრება შევიცვალო ერთი 30 წლის შემდეგ, როცა ვიქნები 60-65 წლის, მაგრამ თუ მიდის საუბარი საჭიროებაზე უეჭველი 100% საჭიროა, თუ მიდის საუბარი რაღაცა თქვა ვარიანტში, აი იგივე მექანიზმს მიახლოვებით, უბრალოდ ნაკლებად ეფექტური კუთხით მუშაობენ პრეპარატები, როგორიც არის თქვა ბერბერინი, ალფა-ლიპოის მჟავა, ქრომიუმი და ასე შემდეგ. ამიტომ ისევ თუ რაღაცა თქვა არის რამე დისბალანსი მაგ კუთხით, ისევ ჯობია რომ ეგენი. და თუ გინდათ რასაც ვაპარაკობ პერფორმანსი დაიქვეითოთ, სვით მეტფორმინი მიახლოებით გინდათ 1000 მილიგრამი და ნახავთ რომ როგორ განიცდით უფრო აი წვას, უფრო რაღაცა თქვა დაქვეითებას პერფორმანსის, აი კუნთების წვა და ლაქტატის თქვა დაგროვება წვეთში არის პროსტა აი ძალიან იგზნობა რა წვეთში. როგორც თქვა აიღო თქვა ვარჯიშის წინ დალიო პრეორკაუთი და წახვიდი ვარჯიშს და მაგის გარეშე როგორ ზოგ განსხვავებას. მეტფორმინი მაკეთებს მაგას. საჭირო პრეპარატია, მაგრამ პერფორმანსს აქვეითებს. ასპირინი აქვს, ნუ ეხლა ეგ ხო ხვდებით ეხლა როგორც გარდა იმისა, რომ თქვათ სისხლზე გარაცხელებს ასპირინი, უფრო ეგ არის აგრეგანტი, უფრო ტრომბოციტების დასაქვეითებლად არის, მაგრამ ისევ და ისევ დაბალი დოზირება, რაც ეხლა ამას უწერია, ჩვენთან არის კარდიომაგნიტური იყიდება 75 მილიგრამიაში. ამერიკელებს აქვთ ბეიბი ასპირინი ქვია, 91 მილიგრამია. ეგ არის უბრალოდ პროფილაქტიკა, პროსტ ასპირინს აქვს იმდენი მეტაბოლური დადებითი გარკვეული რაღაცა ბენეფიტი, რომ აი ძალიან ბევრი რა და ცირკულაციის კუთხით უბრალოდ ძალიან მაგარი მედიკამენტია, მე უბერავ სისტემატურად 75-იანს კვირაში 5-ჯერ 6-ჯერ. ძალიან მევასება, ძალიან მომწონს და კიდე ის აქვს კიდე გზად, რომ როგორც ანტი რამოდენიმე კიბოს ეფექტი გარდა მაგისა, კანთებითი საწინააღმდეგო ეფექტებიც აქვს ასპირინი. ამიტომ რაიანს აქ ასპირინში წვეთში ვეთახმებ ბაზარი არ არის. აქვს კიდე ომეგა-3, არ გამომახვილებ თუ კაი ხარისხის ომეგა-3-ია ბაზარი არის. ვიტამინი D აქვს K2-თან ერთად ფაქტიოთ, ან ორივე ცხიმში გავრცელი ვიტამინები. საჭიროა ვიტამინ D ხო არის ბიჭები ჩვენი ბაზა. ეგ არის უზომოდ საჭირო ვიტამინი და შეეცადეთ რომ ანალიზებიდან გამომდინარე დოზირება აკორექტიროთ. თუ დაბალი გაქვთ უბერავთ 800-დან 1000 ერთეულს მიახლოებით ყოველივე 10 კილოგრამზე. მე ყოველ 6 თვეში ერთხელ, 8 თვეში ერთხელ D ვიტამინს ნახულობთ. K2 იმით არის საინტერესო რომ ბაზარი არის რაღაცა ძვლების ჯანმრთელობა და კონტაქტში არის D-სთან ერთად. კაია, მაგრამ კას ის აქვს ცუდი რომ თუ ადამიანს თქვა მიდრეკილი აქვს, დაბალი აქვს ტრომბოციტები, სულ არა. მაგასაც უფრო ფაქტიოთ მაგ სიტუაციაში კონკურირებს. ამიტომ ეგეც ყველაფერი ანალიზების და მიხედვით რა. კურკუმის უბერავს, კურკუმინი ახლა ანთებით საწინააღმდეგო არის, ბაზარი ეგეც შეიძლება. ნუ ისევ და ისევ, პროსტო კურკუმის ცუდი ის აქვს, ვისაც სუსტი კუჭი აქვს, არ უსწორდება კუჭს ექმნის დისკომფორტს. მიტოქონდრიების და ენერგიაზე ფაქტიოთ აქ არის იმენა მაგარი ბაზა აქვს ძალიან, არაზე წვეთში ყველაფერზე ვეთახმები და მევასება ეს ნიუტრიენტები, ქოქათი აქვს, უბიხინოლი აქვს, ანუ ფაქტიოთ აქტიური ფორმა ქოქის, ნუ ეხლა ძვირია, მაგრამ ბრაიანს ფული აქვს, ამიტომ შეუძლია რომ დაიტრიოს ეს. PKQ აქვს 10-20 მილიგრამი მიტოქონდრიების ფაქტიოთ ბიოგენეზი და აშენება და უამრავი დადებითი აქვს მაგ ნიუტრიენტებას. აქვს ფორმა აცეტილ-ელ-კარნიტინი 1-2 გრამი, ნუ ახლა ტრანსპორტი ცხიმოვანი ქსოვილების გარდა კიდე მიტოქონდრიების ჯანმრთელობა და ეს ფორმა даже ტვინზეს მოქმედებს, ან რო სვავ თითქოს უფრო ტვინთაც აქტიური ხარ. კრეატინი აქვს კლასიკური დოზირება 5 გრამი, ნუ ახლა ATF-ის ეს ფაქტიოთ რა ვიცი, ბუფერი თელი ძალა, რა ვიცი, კუნთები და ასე შემდეგ. ანტიოქსიდანტური ბლოკი რაც აქვს ქვევით, ესე იგი NAC აქვს, იგივე ნაკი, გლუტათიონი აქვს. გლუტათიონის ცუდი ბიჭები ის არის, რაც არის ზოგადად ფორმები პიშეუი, რომ ცოტა უბრალოდ შეთვისების თემაში, რა თქმა უნდა, ინიექციასთან ვერ მოვა, მაგრამ ლიპოსომალური ფორმა რაც არის, შეიძლება რომ დაილიოს გლუტათიონი არის ჩვენი ბრო. ალფა-ლიპოის მჟავა აქვს, ვიტამინი C აქვს ფაქტიოთ. ბაზარი არ არის ალფა-ლიპოის მჟავას როგორც ვთქვი, პროსტა ერთი კიდე ცუდი მინუსი ის აქვს და ხშირად გოგოებს ევასებათ ძალიან ალფა-ლიპოის მჟავა და თუთია. ცინკი. რა ვიცი, სადღაც ხოლმე ამ ინფორმაცია შეიძლება რა ვიცი ჩათიეუნებათ მაგას, მაგრამ ერთი მინუსი ის აქვს ალფა-ლიპოის მჟავას და თუთიასაც ერთად კომბინაციაში, რომ კონკურირებენ რკინასთან. ამიტომ მე ფერიტინი გადაამოწმეთ ხოლმე და ჰემოგლობინი. ერიტროციტები ცუდი არ იქნება. C ვიტამინი ახლა კლასიკური ანტიოქსიდანტი ბაზარი არის. აი მივედით ახლა ფაქტია ძალიან საინტერესო და რაპამიცინთან. რაპამიცინი ფაქტიოთ ეს არის ისეთი უზომოდ რთული პრეპარატია, მოკლედ რომელიც გამოყენდება რავი ტრანსპლანტაციის დროს. ეგ არის იმუნო ფაქტიურად დამთვრგუნავი, რომ თქვა თუ ადამიანს ავის თირკმენა გადაუნერგეს, რომ იმუნური სისტემა შედარებით იმუნური სისტემა იყოს დაქვეითებული, რადგან არ შეუტიოს იმ რაღაცა ახალ ფაქტიურად ორგანოს და ორგანიზმმა მიიღოს ეგ ფაქტიურად თქვა აი თირკმენას თუ მივა საუბარი.
დამაქვეითებელია ფაქტობრივად რაპამიცინი იმუნური სისტემის და ყველაზე მთავარი პლუსიაც უნახეს მაგას რაც არის რა mTOR-ის ფაქტობრივად ანუ mTOR-ის დამქვეითებელი არის და აუტოფაგიის ფაქტობრივად აქტივატორია. აუტოფაგია რომ ხდებოდეთ, ეგ არის რაღაცა უხეშად რო ითქვას, ორგანიზმში ბინძური ცუდი ქსოვილების მოშორება. ეგეც კაია, რაპამიცინს მე უბერავდი ძალიან აქტიურად, ჩემი 1-2 ძმაკაციც უბერავდა მაგას აქტიურად, მაგრამ რამოდენიმე ცუდი დავინახეთ მაგისი, короче, დიდოზებში, ჩემს ერთ მეგობარს, короче, ექსპერიმენტებში პროსტა ძალიან დაუვარდა ტრომბოციტები და კმილების დახეხვის დაჟე პროცესში ზრდილებიდან გაზდიოდა აი პროსტა კოსმოსურად სისხლი. მე ზოგადად იმუნური სისტემა ყოველთვის მაქვს შედარებით უფრო ისედაც მოცვეთილი, იმიტომ რომ ლოგიკურია რომ აქ რა ვარჯიშებსაც მე ვაკეთებ ამ არანორმალურ კროსფიტის თემებს და მოუსვენარი რო ვარ. და გიპერაქტიული გარდა მარტო დარბაზისა სამუშაო და ეს ელაპარაკი, რა ვიცი, ყოველდღე ფაქტიურად ხალხთან. მაგის ფონზე სტრესი, იმუნური სისტემა და ნეიტროფილები ყოველთვის მაქვს შედარებით დაბალი. ბლეაც, რო ეს დავიწყე, короче, მეორე დღის რო დავლიე რაპამიცინი მახსოვს პირველად, პირველ 1-2 დღე თითქოს იმინე გაციებული ვიყავ. ჩემი შეცდომა ის იყო, რომ ცოტა მე მგონი დიდ დოზად ვცადე, მაშინ ეგ იყო რა და მაგასაც ის მექანიზმი აქვს, რომ mTOR-ს აქვეითებს. ანუ იცოდეთ, რომ მაგას თუ მიიღებთ და mTOR-ის დაქვეითებაზე თუ მივდივართ და ვიშორებთ რამე თქვა რაღაცა უარყოფით ჭუჭყიან, რაღაც გარკვეულ ქსოვილებს, ესე ვთქვათ. ისიც იცოდეთ, რომ აღდგენითი პოტენციალი და ნორმალური პერფორმანსი მომდენო 2-3 და 4 დღე და დიდი შტანგების წონა წვეთში გაგიჭირდებათ რა. ამიტომ ამას აქვს კონტექსტს აქვს მნიშვნელობა, კონტექსტს სად უნდა გამოვიყენოთ რაპამიცინი. კაი პრეპია საინტერესო, მაგრამ ამაზე დეტალურად სხვა დროს. აშვაგანდა ეხა ლოგიკურია, რომ ამას აქვს ნუ კორტიზოლის დასაქვეითებლად ბაზარი არის. მელატონინი აქვს როგორც ანტიოქსიდანტი, ისევე ძილი, ბაზარი არ არის, კაია, ინდივიდუალურია, მაგრამ დოზირება მომწონს ძალიან ბრაიანი, 300 მიკროგრამიდან აქვს 1 მილიგრამამდე. საინტერესოა, ბაზარია შეიძლება იყოს, დაჟე ასაკში ვიტყოდ იმ სიტუაციას, რომ ასაკობრივი ხალხსა თუ გაუწევთ ვარავაც კიდე ეკითხეთ ბებიას თქვა თამშობლებს, არას ძინავთ, რა ვიცი, აი 9-10 საათი თქვა, ძინავთ მიახლოებით 6-7 საათი, ემამა ჩემიც ძინავს უხეშად მაქსიმუმ 7 საათი და ჩვეულებრივ არის ჯანზე რა. ეგ ალბათ შეიძლება ბუნებამ ასაკში ადამიანი მიდის და დრო ცოტა რჩება, შეიძლება ძილის ფიზიოლოგიურადაც რაღაცა მომენტებს აქვეითებს მოთხოვნილებას და გირჩოვანი შიშკავიდან ჟილეზა, რომელიც გამოყოფს მელატონის, კიდე ეგეც არის, რომ ასაკში როგორც ჩვენ ვინაცვლებთ ფაქტიურად რაღაცა ჰორმონებს, აი მამაკაცები ტესტოსტერონს, ასევე არის რაღაცა შინაარსი, იყო ერთი კაი ძალიან მაგარი სტატია, სადაც არის შინაარსი 40-45 წელის ზევით მელატონის მიკროდოზინგის დამატება რა, როგორც ჩანაცვლება ფაქტიურად ჰორმონის რა. ძილის ძალიან კაი მომწონს აქ ბრაიანის ის რომ მიკრობიომის ფაქტობრივად კუჭერწლავის სისტემას აქცევს კაი ყურადღებას პრებიოტიკს უბერავს ინულის იმ თქვენი ფაქტობრივად რა ვიცი კაპიტანის უბერავს ინულის სისტემატიურად დღეში რავი 3, 5, 6 თუ არ დამავიწყდა 8 გრამსაც ხანდახან ხომ ვეპარები პრობიოტიკებსაც უბერავს ნუ ეხლა ყველაფერში მხოლოდ მწვანე შუქი ამ ტიპში ამ სიტუაციაში და ეხლა ფაქტობრივად ცალკე კიდე აქვს ტექსში, ეხლა კლასიკურად ესე იგი აქვს სპერმედინის ფაქტობრივად ეგეც აქტიურებს აუტოფაგიის პროცესებს, როგორც რაპამიცინი. ნუ აი ეგ ყველაფერი, აი ამდენი რაღაც აქტივატორი ფაქტობრივად აუტოფაგიის და mTOR-ის დაქვეითება, პერფორმანსი იქნება, რომ ვერ იქნები კაცი ჯანზე რა. და მე მევასება უფრო ყველაფერი კომბინაციაში, რომ კაცი იყოს ცოტა ჯანზე. ცოტა ჯანზე ეგ ჩემი განმოსახედით არის როგორი სიტუაცია, ცოტა ჯანზე. მინიმუმის აბაზისო კაცისა. ყველა კაცის რომელიც არის სტატისტიკური წონის მიახლოებით 1.85-90 კილო. 1.80 მაინც უნდა იყოს წიაგა. 1.50-1.60 უნდა იყოს ბუქნები, კაი სიღრმი. 1.20 მაინც უნდა იყოს ბენჩპრესი. აი უეჭველი საბაზისო ვარიანტი და ეს ყველაფერი უფრო გაგვახტუნებს, უფრო ცოტა დაგვასუსტებს, რაღაცა ვარიანტში შიგნით პროცესებს, რაღაცას თქვა უფრო გაგვიმჯობესებს, მაგრამ პერფორმანსს დაგვაკლებს. ტაურინი აქვს, მაგნეზიუმი აქვს, ფაქტობრივად გლიცინატი და ტრეონატი უფრო საინტერესო ტვინისთვის, გლიცინატი ძილისთვის. ცინკი აქვს და სპლენიდინი ხო თქვი ფაქტობრივად. ანალიზებს ჯიგრულად ყველაფერს აბარებს. დანარჩენი ახლა ლოგიკურია, რომ უკვე ყველაფერი ანალიზების მიხედვით რაღაცები ცვლილებები თუ არის მაგის დამიხედვით იქცევა. იმას მეტფორმიზე შეგახსენებთ ერთ ნიუანსს თუ უბერავთ მაგას ფაქტობრივად იცოდეთ რომ მინახია ხშირად რომ ტესტოსტერონიც აქვს დაბალი კლიენტურას მიცმოდიან ეგ ეფექტები ცოტა აქვს მეტფორმის და B12-ის დეფიციტს იწვევს რა. ეგ არის ფაქტიურად. და რაპამიცინზე რაც აქ ძლიერი პრეპარატი იყო ფაქტიურად, ანუ იმუნოსუპრესანტი, ანუ ფაქტიურად იცოდეთ რომ იმუნოსისტემას ცოტა აქვეითებს რა და თუ წარამარა გიوارდებათ ბიჭები ჰერპესი, წარამარა თქვა აი გააქვთ ჰერპესი, ან თქვა რაღაცა თქვა კიდე სოკოვანი პონტი გაქვთ. ჯობია რომ ეგ პრეპისგან თავი შეიკავოთ რა ექსპერიმენტების პონტში. დანარჩენი, ეხლა უკვე გადავალ, მაშინ უკვე მოკლედ არ მინდა 25 წუთს გავწდე. ბაზა ბიოჰაკერისგან. გინდა ამოჭერით, გინდა თქვა გადაუგზავნეთ მეგობრებს. აი გეუბნებით ყველაზე საბაზისო ვარიანტს. ყველაზე მაგარი
დეტოქსიკატორი და ყველაზე მაგარი დეტოქსი, რასაც აი ბლედ რავი ნუტრიციოლოგები აკეთებენ თუ რა ვიცი ვინ აკეთებენ რა ვიცი ხალხი ზოგადად აი რომ აიღებენ დილით უზმულზე მე გამარჯობათ მე გავიღვიძე დილით უზმულზე მე ვიწყებ მივიდა კაროჩ ჩაასხა წყალი დაასხა ლიმონი რავი რაღაც ისპანახი რაღაცა ჩიას თესლები რაღაცა კიდე რაღაცა აიღო თქვა ბროკოლი ჩააგნო რაღაცა ეს წვანე რაღაცა მოთქვიფა დალია კაროჩე და ვითომ მაგით აკეთებს დეტოქსს ეგ არის კარგი გემრიელი პიზდიოში მაგრამ ყველაზე მაგარი კაროჩე რაც არის ყველაზე მაგარი არაპიზდიოში და დეტოქსს რაც ეხმარება ეგ არის ჩვეულებრივად პროსტა ნორმალური მინერალური წყალი. წყალი, რომელიც უნდა შეეცადოთ, რომ 25 მილილიტრი, 25-დან 30 მილილიტრამდე დღის განმავლობაში მიიღოთ. დანარჩენი ყველაზე დიდი ორგანო რაც გვაქვს, ღვიძლი, რომელიც არის მიახლოებით კილო თუ კილო 200, აი ისეთი ხოშიანი დეტოქს ფუნქციები აქვს და ისეთი მაგარია, კაროჩე, რომ აი ყველანაირ სმუზის სვეტში აჯობებს. ამიტომ იცოდეთ, რომ პროსტა ნორმალური წყალისვით, კრანის წყალს ჯობია მოერიდეთ, იმიტომ რომ ჯობია მოერიდეთ სვეტში რა. გაიმეტეთ ნორმალურ წყალში, როგორც ელექტროლიტური ბალანსი არის განსხვავებული ჩვეულებრივი წყლის და კრანის წყლის, ასევე საიდანაც მოდის შეიძლება კითხვის ნიშნები გაჩნდეს რა. ამიტომ ნორმალურ წყალს უბეროთ ბიჭები, ეგ არის გარკვეული საბაზისო ბაზა არის. მეორე სანამ აი შევეხებით შევ რაღაცა აი გარკვეული სტაკი დავწერე ძალიან პრიმიტიული რა. X3 მაქვს მე, მაგრამ აი რაც აი ალბათ ვიტყოდი რომ არავის არ აწყენს. მეორე რაც ვიტყვი ფიზიოლოგიასთან რაც ახლო არის, ჩვენი წინაპარი. სანამ ეს მანქანები იქნებოდა, სანამ თვითმფრინავები იქნებოდა, სანამ რაღაცა კომფორტი იქნებოდა, მაქსიმალურად ბევრს აქტიურობდნენ იმის გამო რომ მოეპოვათ პროსტა საჭმელი, ანუ პროსტა უბრალოდ ბევრი აქტიურებთ. ბევრზე მაქვს საუბარი როგორ არის. რასაც მე ვაკეთებ, მე ჩერესჩურ ბევრს ვაკეთებ, მაგრამ აი ბაზა 180 წუთი ძალისმიერი ვარჯიში კვირაში 180 წუთი პროსტა კარდიო რა. აი 60 წუთი გამოდის, აი არაფერი არ არის. აი უპრიმიტიულესი უადვილესი რა. 150, 180 წუთი სტაბილურად კვირის განმავლობაში 7 დღის განმავლობაში არის ეს უადვილესი. კარდიოც და ცალკე ძალისმიერი ვარჯიშები რა. ეგ არის ფაქტიურად, იმიტომ რომ თუ არ იქნება ბიჭები სისხლის მიმოქცევა და არ იქნება რაღაც აქტიურობა და რაღაცა თქვა წინააღმდეგობა, არ არსებობს რომ იქ იყოს რაღაც გარკვეული ჯანმრთელობა. აი ეგ არის ორი ბაზა, წყალი, ვარჯიში, კარდიო. ეხლა დავუწყეთ ტკბილეულობა და ნივთიერებები. თუ შევეხებით, რისგანაც ჩვენი ხალხები 70% ხალხი. ეგ არის სიზარღვოვანი სისტემის ფაქტური პრობლემები. გინდა არ გინდა, ეგ ყოველს გვეწევა, მაგრამ რასაც უფრო გადავწევთ, მაგას უფრო უკეთესი არის. დიზლიპიდემია ფაქტიურად რაც არის, ეგ პრობლემა. ეგ არის გენეტიკური. ვიცი ხალხი, დამოდიან ხალხი უამრავი კონსეფტს, რომლებიც სტერიკებს არ გამოიყენებენ ვაფშე, არანაირ არც არმებს, არც პეპტაიდებს და მაღალი აქვს სულ ფაქტიურად ქოლესტერი და ლიპიდური პროფილი აქვს უარეული. ამიტომ ეგ მაინც ხდება ყველაფერი უფრო უნდა მიმართოთ თქვენ ექიმს და უფრო უნდა დეტალურად უფრო ის თვალიანში ხვდებოდეთ მაგ სიტუაციას და უნდა ეგ ყველაფერი მოხდეს მხოლოდ ანალიზების და მიხედვით. ამიტომ თუ ადამიანს ეგ მიდრეკილება აქვს, კიდე არსებობს გენეტიკური რაღაც ანალიზი, ლიპოპროტეინ A თუ არა ვცდები, რომელიც ერთხელ ბარდება და იქ ჩანს რომ ადამიანი მიდრეკილი არის გენეტიკურად მაგისკენ თუ არა. თუ მიდრეკილი არის სტატინები ცვეთში, კაროჩე, სტატინების მიკროდოზინგი, როზა მაგალითად, ანატორვასტატინი რაღაცა თქვა კვირაში 3-ჯერ, ეგ იქნება პროსტა იმენა აბეზალოვკა რა. ან თქვა გინაც ბლოკატორები, ღვიძლში ქოლესტერინის, როგორც არის თქვა ჩემი საყვარელი ეზეტიმები, რასაც დღეს შუადღისით ჩემს სატაბლეტეში 10 მგ მელოდება რა. ეგ იქნება საბაზისო ვარიანტი, მაგას გამოყოფ როგორც სტატინების მიკროდოზინგი აბეზალოვკა არის. მეორე ნივთიერებას გამოყოფ სისხლის მიმოქცევისთვის, ეგ არის ტადალაფილი, სიალისი. ნუ აი ეხლა და ეხლა ისეთი უზომოდ საინტერესო რაღაცა გარკვეული თვისებები ამოდის, რომ გეუბნებით რომ 5 წელი და 7 წელი რო გავა, უფრო ალაპარაკტებიან ძალიან ბევრი. ამიტომ მეორე ნივთიერება იქნება ცვეთში ჰარდკორულიდან იქნება სიალისი, ცოტა 5-10 მგ. გინაც კვირაში 4-ჯერ, 5-ჯერ სისხლის მიმოქცევა, პროსტატის ჯანმრთელობა, აი უზომოდ სასარგებლო რა. ეგ იქნება ტოპ მეორე ჩემი. მესამე იქნება როგორც თქვი ბრაიანზე წეღარო ახსენე ასპირინი. ასპირინი არის ძალიან მაგარი ჩვენი ბრო, ძალიან მაგარი და დიდ დოზაში ეხმარება სუნთქვაში ანტიგიპოქსანტიც არის, ანუ რაღაცა გარკვეული თუ სუნთქვითი პონტები გაქვთ, კაი, ნორმალური დოზირება ასპირინი, როგორც ტკივისაც ცოტა რგუნავს. როგორც აქტიურებს ფაქტიურად ანტიგიპოქსანტური მოქმედება აქვს, ანუ ჟანგბადის შეთვისებას ეხმარება და კიდე გზად ის აქვს კი ძალიან მაგარი, რომ რამეს თუ მივიღებთ, თქვათ, ანაბოლურს თუ ვიღებთ რამეს, თქვათ, ან სარმს, ან ამესტერიქს პროცესში ასპირინთან, ბიოათვისება იზრდება მიახლოებით 20-დან 40%-ამდე. ნუ აი პროსტა აი კოსმოსური ლაიფჰაკი არის ეს თვეთში რა. დანარჩენი ფაქტიურად რასაც შევეხები კიდე გზად ძალიან მოკლედ ტაურინის უზომოდ სასარგებლოა და ვისაც მიდრეკილი აქვს, ვინც მიდრეკილი არის წნევისკენ, ეგ ეფექტი აქვს ფაქტიურად რა და უზომოდ სასარგებლო არის ტაურინის, როგორც ანტიოქსიდანტური მოქმედება, თირკმელებიც და გულის ჯანმრთელობა, ამიტომ დღეში გინას 1-2-3 გრამი, 4 გრამი რო დავამატოთ, იქნება მარტო ჯანმრთელობა.
თუ შევეხებით ანტიოქსიდანტურ სისტემებს, რა თქმა უნდა, NAC, NAC და გლიცინი ერთმანეთში შეიძლება რომ ეგენი აერიოს, просто NAC-ს ის აქვს, რომ იცოდეთ, რომ ვინც ხართ ალერგიულები და მაღალი გვაქვთ იმუნოგლობულინი, NAC მეგობრობს გისტამინთან, ამიტომ NAC ზომიერად, მაგრამ ასაკზე თუ მივიდა საუბარი და ანტიეიჯზე თუ მივიდა საუბარი, ჩემ თავს უკვე მივიჩნევ ასაკში, იმიტომ რომ 35 პლუსი ვარ, ამიტომ ვიტყვი იმ სიტუაციას, რომ ანტიოქსიდანტური სისტემები ითრგუნება ასაკში უფრო ქვეითდება, ამიტომ NAC-ის დამატება 1600 მგ გინას დღეში ერთხელ, ან გინას კვირაში თქვა, აი 4-ჯერ, 5-ჯერ გლუტათიონის დონის კონვერსიისთვის იქნება წვეთში must have. და შევეხები ქოკაც, ქოკიჩი უბერეთ ყველა 100-200 მგ პროფილაქტიკისთვის, თუ უბერავთ დიდ დოზებს, დაჟე პერფორმანს მატებს. ჩემი ძალიან მაგარი ბიჭები არიან, რომლებზეც ხონდა გრამობით ექსპერიმენტები და პერფორმანსი მაგრად უმჯობესდება რა. ბეჯგუფის ვიტამინებსაც შევეხები, ამაზე შეიძლება ცალკე ჩავწერო კაი ვიდეო რამე, ბეჯგუფის ვიტამინები, ეგეც აბეზალოვკა არის, კვირაში გინას ერთი 4-ჯერ, 5-ჯერ, ან ვარჯიშის დღეებში, წვეთში იმენ უბერეთ. თუ შევეხებით ახლა ფაქტიურად ორ ვარიანტს შევეხები, ორ ჰორმონალურ ვარიანტს შევეხები ერთ რაღაცას და შევეხები კიდე მე ყველაზე მნიშვნელოვანს, რასაც ტვინიც რო ესე ვთქვათ, რომ ბერდება და ტვინის და ნერვიული სისტემის და რაღაცა ტვინის ნეირონები ფაქტიურად ქვეითდება მაგის აქტიურობა ნოტროპებს შევეხები მე და ვიტყვი ახლა პროსტო უბრალოდ ჰორმონალურ ვარიანტს ბალანსისთვის. თუ მივასაუბარი ტესტოზე, თუ პიზდეცია, თუ LH, FSH მაღალია და ტესტი დაბალია, ნუ ემანდ უფრო T1 უნდა განვიხილოთ, თუ არ გვინდა T1, მაშინ ფაქტიურად სერვისები. გინას კვირაში, რავი 25 მგ ენკლომიფენი კვირაში 3-ჯერ, 4-ჯერ, გინას თქვა კლასიკური კლომიფენი, ეგეც 25 მგ კვირაში. რამდენიმეჯერ ეგეც რაღაცა პონტი იქნება ტესტოს თემაში. თუ მივასაუბარის დისჰორმონზე, თუ გინდა მადა იბუტამორენი კლასიკური, თუ მადა არ გვინდა, რავი, გინაც თქვა CGC 1295, გინაც იპამორელინი, გინდა ტესამორელინი, გინდა სერმორელინი, აი რაც არის ფაქტიურად ბუნებრივი სეკრეტო გოგები რა. ეგენც ცუდი არ იქნება, იმიტომ რომ დისჰორმონი ასაკში ლოგიკურია რომ დაბალი გვაქვს, ცოტა რაღაცა თქვა, რაც იქნება მაღალი, ცოტა მაღალი გვექნება IGF-ი უფრო ნორმალურად წავს ცხიმს, ამკვრივებს ძვლებს, სახსებს, მყესებს და ასე შემდეგ. ამიტომ ეგეც გვინდა. და შევეხები კიდე ფარისებულის ჯანმრთელობას. თუ TSH-ი გაქვთ ბიჭები მაღალი და მით უმეტეს თქვა დაბალი გაქვთ T3 აქტიური თავისუფალი და T4-ის გაქვთ თავისუფალი, მანდაც უნდა ნორმალურად დავფიქრდეთ და იქნება დაჟე რაღაც გარკვეული მიკროდოზინგი თქვა ეუთიროქსის, ლევოთიროქსინი, ნატრიუმის დამატება იყოს საჭირო. ეგეც ყველაფერი ხდება მხოლოდ ანალიზებით. და ბოლოში ახლა შევეხები ძალიან მოკლედ ნოოტროპებს ტვინისთვის რაღაცა გარკვეულად ნერვულ სისტემას. ჩემთვის ალბათ იქნება თუ მივასაუბარი რაღაც ციკლებზე ბევრია ნოოტროპი ძალიან. რავი, შეიძლება თქვა აი მე ხა მაგალითად აი სემაქსის თქვა ციკლებს ვიტარებ ხანდახან. ნოოპეპტი მევასება, მაგრად ცერებროლიზინი შეიძლება თუ ფული ბევრი არის, მაგრამ არაფერი ისეთი აი რაღაცა მეგამეგაც კაია, მაგრამ აი რაღაცა სასწაული რაღაც უბედურებას არ აკეთებს ეგ ჩვეულებრივ კლასიკურ დოზებში, მეგადოზინგი შეიძლება. დაში თუ შევეხებით, შეიძლება დაში კლასიკური ლაიონს მეინი და უკვე და შეიძლება განვიხილოთ აი რა ვიცი, უამრავია. ანირაცტამი არის, ახლებიდან არის დიჰექსა, არის ფაქტიურად კიდე რაც უფრო ამშვიდებს ნერვულ სისტემასთან არის სელანკი. ბევრია ძალიან. ტვინის ჯანმრთელობასაც თუ მივასაუბარ და თუ მივაქცევთ ამას ყურადღებას, ციკლებად, რაც თქვი, ეგენი მიახლოებით სემაქსი, ნოოპეპტიდ შეიძლება, ცერებროლიზინი შეიძლება, დიჰექსაც არის საინტერესო, მაგრამ მაგალითად ჯერჯერობით ის თუ არიან შეისოლ არის, მაგრამ ეგეც საინტერესოა და მაგარი ეფექტი აქვს და კიდე თუ მივასაუბარი თქვა, თუ ტვინი მაქსიმალურად არ დაბერდეს, იგივე სიტუაცია. შეეცადეთ რომ რაღაცა ხოლმე თქვა ტვინთაც რაღაცა ამოცანები, რაღაცა გააკეთოთ, აქტიურობთ, რამე იკითხოთ, ყოველდღე ჯობია წავიკითხოთ რაღაცა თქვა და გონებრივ მუშაობასაც შესაბამისად რაღაცა ვარჯიშის ვარიანტიც უნდა რა და ამიტომ ეს ყველაფერი ერთად მოცული რაც არის, რაც ახლა მე ვლაპარაკობ, ეს არის ისეთი იმენა ჯიგრული ბაზა, რაც წვეთში მოგცემთ იმენა ჯანმრთელობას და გზად ბრაიანთან არის განსხვავებით. თუ ნორმალურად ვარჯიშობთ, ეს თემა უფრო ჯანზე შედარებით იქნებით რა და ერთი პერიოდი მე თითქოს რაღაცა პონჩი დავფიქრდი მაგ თემაზე, ეს პონტები ვცადე დავსუსტდი, ეს ტონუსი გაქრა, ეს ძარღვები გაქრა, დაბურთულობა გაქრა და მე ერთხელ ჩამოვარდა საუბარი საინტერესო, ერთ-ერთი მსახიობია, მაგრად მევასება ეგ კაცი დაბერდა ხა ძალიან სახელს ახლა ვერ ვიხსენებ, იქ ყვებოდა ალკოჰოლიკი იყო გაქანებული, ანუ იყო, კაროჩე, დამოკიდებული, მაგრამ სასმელზე და იქ რაღაცა სიტუაციას, კაროჩე, ყვებოდა ეგ
ერთ-ერთ რაღაცა პოდკასტზე, რომ სადღაც ბარში ჯდომილა ვიღაცა ძალიან მაგარ სიმპათიურ, წარმატებულ, ძალიან მაგარ ტიპთან, რა, ვიღაცა ბიზნესმენთან, მთელი აზრებით, მთელი გეგმებით, მთელი მაგარი ყველაფრით და ამ ტიპთან მოვიდა კაი დიალოგი, ერთმანეთს დაშორდნენ და ეს ტიპი ეს ბიზნესმენი ჩაცმული მაგრათო და რაღაცა მაგარი გეგმებით გავიდა გარეთ და მანქანამ გაიტანაო რა და სიო კაროჩ დასრულდა. ამიტომ არ ვიცით უბრალოდ კაია კი ბატონო ყველაფერი კაია სიცოცხლე გვინდა მაქსიმალურად დიდი ხანი ვიცოცხლოთ, მაგრამ უბედური შემთხვევა რაც არის სტატისტიკურად 5% რეზიგანაც თქვა ხალხიც მაგისაგანაც თქვა იღუპება, ეგეც არ არის გამორიცხული და მე უფრო დავბალანსდი. ხანგრძლივად ვიცოცხლოთ, მაგრამ მინდა რომ პახუდობი ჯანზე ვიყურა. მე ესეთი სამახე, ცოტა მინდა რომ ფაქტიურად აი კაცო შეხედავ ცოტა ჯანზე უნდა იყოს ცოტა რა. ამიტომ ყოველას თავის მოსაზრება აქვს. მე ყოველთვის ეგ მომწონს ხალხში, რომ აი ბევრი ხედავ რაღაცა, ბევრი ისეთ სტრანი მოსაზრებას, მაგრამ ადამიანია და ყოველ ადამიანს აქვს უფლება რომ ქონდეს თავის მოსაზრება და თავის არჩევანი და ყოველს გაუმარჯოს. ყველამ ერთხელ ცხოვრობთ და უნდა ვიცხოვროთ ისე როგორც ჩვენი მოსაზრებით ვფიქრობთ ფაქტიურად რა და. ამიტომ მე ამ პოდკასტით ფაქტიურად ყოველს პირველ რიგში გისურვებთ ჯანმრთელობას და უკვე დაშე თქვენ აირჩიეთ რომელი უფრო გინდათ რაღაც შიდა ბალანსი უფრო და ნორმალურად უფრო ისა თუ შეიძლება ბრაიანის თქვა რაღაცა ფსიქოლოგიაც ეს don't die და ვიცხოვრო 100 წელზე ზევით და რაღაცა და იგივე სასწე გაკეთებს პლუს მინუს მაინც ვაკეთოთ რისიც ფაქტიურად ფინანსურად გვაქვს საშუალება ეგ უკვე თქვენ გადაწყვეტეთ რა. ეგ არის ბიჭები, მივედით დასასრულში, ყველა იყავით ჯანზე, ვისაც გინდათ თქვა ინდივიდუალურად დახმარება ნებისმიერ ფორმატში, იცით როგორ მომძებნოთ online. ეგ არის ყველას გემშვიდობებით, ყველას დროებით. Adios.